უბრალოდ დაუკვირდით ამ წინადადებას. ქარელის მუნიციპალიტეტის ბაღებში, შესატან ხორცში აღმოაჩინეს ცხენის ხორცის კვალი. გამოდის, რომ ქარელის ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ. ალბათ ყველა კარგად ხვდებით, რატომ შეიძლება გაეკეთებინა ეს მიმწოდებელს. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მეტი მოგება ენახა. სანამ უშუალოდ ამ შემთხვევაზე ვიმსჯელებთ, მანამდე გავიხსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ 9 მილიონ ლარზე მეტი ერთმა კომპანიამ აიღო ბაღების და სკოლების ასაშენებლად და არაფერიც არ ააშენა. რამდენიმე თვის წინ გაირკვა, რომ სოციალურად დაუცველების კვებაზე ეკონომიას აკეთებდა მიმწოდებელი კომპანია და იქაც აკლებდნენ სოციალურად დაუცველებს საჭმელს, რომელიც დღეში ლარი დაუციჯდება იმისთვის, რომ საკუთარი მოგება გაეზარდათ. და არც ეს შემთხვევა არის გამონაკლისი. როცა ავტოკრატიული და კორუფციული სისტემა გაქვს, ყველა ცდილობს ამ გზით იშოვოს ფული. იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში წესიერებით ასეთ სისტემებში ფულს ვერ იშოვენ. ამიტომ გიწევს, რომ იშოვო ამ გზებით, რომელიც ამორალურიც არის და უკანონოც, რა თქმა უნდა. ახლა მოდით ვისაუბროთ უშუალოდ ბაღებზე და იმ სისტემაზე, რომელმაც გამოიწვია ასეთი შემთხვევა. პირველ რიგში ბაღებში ხორცის შესყიდვა არ უნდა ხდებოდეს ერთეტაპიანი ტენდერით. ანუ მხოლოდ დაბალ ფასზე არ უნდა ავიღოთ სწორება, როდესაც საუბარია ისეთ ფაქის თემაზე, როგორიც არის ბავშვების კვება. ტენდერები უნდა გახდეს ორბიჯიანი. პირველ ეტაპზე უნდა შემოწმდეს კომპანიის წარმომავლობა, მისი ისტორია და მისი მომწოდებლები და უკვე შემდეგ დაიწყოს კონკურენცია ფასზე წინასწარ შერჩეულ კარგ კომპანიებს შორის. მეორე, კომპანიები, რომლებიც საჯარო ბაღებში და საჯარო სკოლებში უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას, ის კომპანიები თითოეულ მიწოდებაზე ელექტრონულად უნდა ტვირთავდნენ ინფორმაციას პროდუქციაზე. ვისგან მიიღეს ის პროდუქტი, ასევე სერტიფიკატებს, მაგალითად, ხორცის შემთხვევაში ფერმიდან სერტიფიკატებს და ვეტერინარისგან სერტიფიკატებს ონლაინ რეჟიმში პირდაპირ მიწოდებამდე და ან მიწოდების დროს უნდა ტვირთავდნენ ამ სერტიფიკატებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება შეეძლოთ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს, არამედ იმ ბაღის ადმინისტრაციას და ასევე მშობლებს. როდესაც ქართული რესპუბლიკის განათლების რეფორმაზე ვისაუბრებთ უფრო დეტალურად, მანდ ნახავთ, რომ მშობლებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ სკოლების და ბაღების მუშაობაში ჩართვის. და მესამე, სურსათის უვნებლობა უნდა ატარებდეს არა მხოლოდ გეგმიურ შემოწმებებს, განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან ობიექტებზე, როგორიც არის ბაღის და სკოლის კვება, არამედ დაუგეგმავ შემოწმებებს. საბოლოო ჯამში ამ მდგომარეობაში, როდესაც გვაქვს ავტოკრატია და კორუფცია ყვავის ყველგან, რა თქმა უნდა, არანაირი სისტემა ამას არ უშველის. ამას უშველის მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა.